ძალს თქვენს ლოგინში არაფერი ესაქმება. უпроსწორად არ გირჩევთ, რომ მას იქ დაძინების კი არა, საერთოდ ამოსulis ნებაც კი მისცეთ. თათისდღიური. სანამ ბოროტ ადამიანად შემრაცხავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავს რჩევებს ყოველთვის ლოგიკური მიზეზებით ხსნი. ადამიანის და ძაღლის თანაცხოვრებას ყოველთვის თან უნდა ახლდეს საზღვრები. ეს აუცილებელია და თვითონ ცხოველის ფსიქიკას სჭირდება, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ. ბუნებრივი არსებობს პირობითი შემთხვევები, მაგრამ თქვენთან რეგულარული დაძინება ცუგას უყალიბებს მიჯაჭვულობის ფაქტორს. შემდეგ ამას მოყვება ქცევითი პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაც მარტივი ნამდვილად არ არის. და თან რომ აღმოფხვრათ, ზუსტად ეგარ უნდა გააკეთოთ. ანუ ლოგინში აღარ უნდა ჩაიწვინოთ. რაც შეგვეხება ჩვენ. მე ერთ-ერთ ვიდეოში უკვე ვახსენე, რომ ძაღლის ბავშვებთან ერთად ძილი პატარებს იმუნიტეტს შესანიშნავად უყალიბებს. მაგრამ ეს თავისთავად დროებით ეფექტს ნიშნავს. თუ ცხოვრების წესად გავიხდით, რა თქმა უნდა, გაიზრდება ჩვენი ინფექციებისა და ალერგიების რისკი. შესაძლოა ისმენთ და არ მეთანხმებით, მაგრამ სულტყუილად, რეალობას ვერსად გაექცევით. თუ თქვენს ძაღლს ქცევითი პრობლემები აქვს, დიდი ალბათობით რაღაცას არასწორად აკეთებთ.